იმერეთის თვალუწვდელ მინდვრებს თუ გახვები, ჭიათურის სოფელ ტყემლოვანაში ქვევრების ალყაში აღმოჩნდები. აქ ყველა მეორე ოჯახში მექვევრე ოსტატი ცხოვრობს. მექვევრეობა წინაპრებისგან გადმოცემულია ალღო და ცოდნა. ქვევრის კულტურა არ არის უბრალოდ თიხის ჭურჭელი. ის ქართული იდენტობის თავთან 8000 წლიანი ისტორიას მოიცავს და მეღვინეობის სიმბოლოა, ასე ვთქვათ. ახლა ჩვენი ძვირფასი ნინო მაჭარაშვილის სიუჟეტში ნახავთ, როგორ იწყება ქვევრის შენება ერთი მუჭა თიხიდან. საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო ღვინოს თავისი სახლი სჭირდება. ღვინის სახლი ქვევრია. სწორედ ქვევრში იბადება, წიფდება და ინახება ქართული ღვინო. სოფელ ტყემლოვანაში მექვევრე ოსტატს ვესტუმრეთ. აქ მექვევრეობა შემთხვევით არჩეული საქმე არ არის. ეს თაობიდან თაობას გადაცემული ხელობა და ოჯახური ტრადიციაა. ეს არის დამუშავებული თიხა, საიდანაც ქვევრის ძირი იწყება. ჩვენებურად ამას ეძახიან კუნჭულოს. კუნჭულოს ეძახიან ჩვენებურად ამას, მაგრამ ეს არის ქვევრის ძირი. საწმისი ძირი, რადგან ქვევრი უნდა აშენდეს. მე ვიდეო ესე. ჩვენ მუშაობთ მთელი ოჯახი ერთად. ის რო გამოვიდოდით სამუშაოდ, საღამომდე ერთად მუშაობთ, ერთად ვაკეთებთ აი ამ საქმეს. აი ეს არის ქვევრის ძირი, საიდანაც ქვევრი შეგვიძლია ავაშენოთ რა ზომად გვინდა. ოსტატმა ხელობა მამისგან ისწავლა. მანაც ცოდნა ჯერ საკუთარ შვილს გადასცა და ახლა ცდილობს შვილიშვილს შეაყვაროს ეს საქმე. შენ მაგარი კაცი ხარ, ხო იცი? შენ ქვევრი უნდა ისწავლო, ქვევრი უნდა გააკეთო, ხო? შენ გამოხვალ? მექვევრე, ხო? ქვევრის სახლივით ნელა და თანმიმდევრულად შენდება. აი, უნდა დაემატოს ეს თიხა უკვე სიმაღლეში უნდა გავზარდოთ თქვენი ქვევრი, ეს ემატება. აი ეს თიხა, აი ამ ქვევრს. მე დაველოდებით ამის გაშრობას ცოტა ერთი და იქნას ორი. შენების დროს არანაირი ხელსაწყო არ არსებობს, მხოლოდ ოსტატის მადლიანი ხელები. ოჯახის უხუცესი რამდენიმე წელია ქვევრებს აღარ აკეთებს. ისე კი კარგად ახსოვთ, როგორ მუშაობდა სამი თაობა ერთად. შრომა კარგი არის. და ვიტყვი 57 მეტრობა. 7 წელს ვიყავი, 7 წელს. მამა მუშაობდა მასე. ჩემი მამა. უყურებდი იმასა და ვისწავლე. მანქანები არ იყო, არა, ხელთ მომშავდით. ცოდნა უნდა, ცოდნაი, ძალიან დაგვირება უნდა. ის არ გამოვა არაფერი. ახლა ვარ 86-ის და კიდევ ვაკეთე 10 წელი იქნება დავანებეთავი. 75 წლამდე ვაკეთე. მას შემდეგ რაც ქვევრი აშენდება და გამოშრება, მზადაა გამოსაწვავად. გამოწვის პროცესში ოსტატი ქვევრებს ღამეს უთენებს, რომ ცეცხლი არ განელდეს. სადღაც 55-60 საათი უნდა იყოს გამონელებელი ცეცხლის შევიმიტკენ. რომ ქვევრი გამოიწვას იმ დონეზე, რაც ქვევს ჭირდება. ამ კარებებს მივხურავთ ჩვენ ესე. აი აქ დაბლად შევა მერე, აი ამ ხელა საცეცხლური ადგილები, აი ეს ემხედები. ერთგან აი აქ მეორე იქნება, მესამე და მეოთხე. 4 ცალი ადგილი დარჩება, სადაც შეშა უნდა შევიდეს. და ესე ნელ-ნელა უნდა დაიწყოს შეშის წვა შიგნითკენ, რომ მივიღოთ ის გამოწვის პროცესი, რაც ქვევს ჭირდება. 2013 წელს იუნესკომ ქვევრის დამზადების ქართული ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ამ მემკვიდრეობის მთავარი მცველები კი მექვევრე ოსტატები არიან, რომლებიც უძველეს ცოდნას დღემდე ინახავენ.